ოჯახები რო ინგრევა, ხო? ეს არის ნიშანი ჩვენი უღმერთობისა, გესმით? ჩვენი უღმერთობის, როგორ გეყვარება შენ სამშობლო? როგორ გეყვარება დავითის და თამარის და გრიგო ხანძთელის საქართველო? როდესაც შენი ცოლი არ გიყვარს. ესე იგი 3-4 შვილი გაგიჩინა და მე ახალგაზრდა გოგო ნახე და გაეკიდე. ვინ ახარ შენ ამის მე? იცი რა ცუდი ხასიათები იყო ნერვებს მიშლიდა. და შენ რა გადასარევი ხასიათები ქონდა? განა ქრისტიანობა მოთმინებას არ გვასწავლის, იშვილები რო გიყვარს, ჰაერიდან მოგივიდა და პირიქით, ქალებიც აკეთებენ იგივეს, ანუ შენ თუ შენი სხეულის ნაწილი, რომელიც შენი ცოლია, შენ თუ შენი სხეულის ნაწილი, რომელიც შენი ქმარი არ გიყვარს და შენ არ შეგიძლია მისთვის მოკვდე და გასცე საკუთარი თავი ბოლომდე. და შესაბამისად არ შვილები არ გიყვარს, იმიტომ რომ შვილები ამ დროს უბედურდებიან, სამშობლო გეყვარება არ გადამრიო. ღმერთი საერთოდ ვერ დაინახავ ვერასოდეს. ამიტომ ოჯახი არის მასწავლებელი ჩვენი ადამიანობისა, ღვთის ხატობით და მსგავსობისა და ჩვენი მასწავლებელი ქრისტეს სიყვარულისა. ამიტომ ქრისტიანული ოჯახი არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ისე როგორც მონასტერი არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, იმიტომ რომ ერთი ადამიანი მეორე ადამიანთან ოჯახურ ურთიერთობაში შესაბამისად ეგოიზმის დადგურვაში და პიროვნულ თავგანწირვაში იზრდება და ეძლევა შესაძლებლობა ღმერთი რომელსაც ვერ ხედავს იგი შეიყვაროს და მისთვის ბოლომდე გაიყოს და გახდეს ჭეშმარიტი ქრისტიანი.